მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში დაგაჩვენოთ Arch Linux-ის ინსტალაცია ფლეშ მეხსიერებაზე Persistent-ის სახეობით. რაც ნიშნავს იმას, რომ შეგეძლებათ დაერთოთ თქვენი USB მოწყობილობა ნებისმიერ კომპიუტერზე და ჩაიტვირთოთ BIOS-ისა თუ UEFI-ის მეშვეობით. ამისათვის მე გამოვიყენებ ფლეშ მეხსიერებას 64 GB-ის მოცულობით. რომელსაც ხედავთ აქ. ასევე მოამზადე ვირტუალური მანქანა, რომელიც უკვე დაკონფიგურებულია იმისათვის, რომ დაინახოს ჩემი ფლეშ მეხსიერება. მოდით გავუშვათ ვირტუალური მანქანა და დავურწმუნდეთ, რომ ჩვენი ფლეშ მეხსიერება გაქრა სიიდან. როგორც ხედავთ, ის გაქრა და დამონტირდა ვირტუალური მანქანის გარემოზე. როგორც ხედავთ, ჩვენ ჩავიტვირთეთ Arch Linux-ის ISO დისკში, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავაყენოთ Arch Linux-ი. მეტი სიმარტივისთვის მოდით დავუკავშირდეთ ამ ჩვენ მოწყობილობას SSH-ით. ამისათვის საჭიროა დავუნიშნოთ roots ახალი პაროლი. შემდეგ საჭიროა გავიგოთ თუ რომელ IP მისამართს ფლობს ჩვენი ვირტუალური მანქანა. ამისათვის გავწეროთ შემდეგი ბრძანება. და ჩვენ შემთხვევაში IP მისამართი გახლავთ 192.168.1.92. გავხსნათ ტერმინალი და დაუკავშირდეთ SSH-ით. გავუწეროთ yes და შევიყვანოთ ჩვენს მიერ დანიშნული პაროლი. როგორც ხედავთ, ჩვენ დაუკავშირდით ჩვენს ვირტუალურ მანქანას. მოდით დავურწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენი ვირტუალური მანქანა ნამდვილად ხედავს ჩვენს USB მოწყობილობას. ამისათვის გავწეროთ კიდევ ერთხელ lsblk ტერმინალში. გთხოვთ გაითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ როდესაც თქვენ გსურთ ამ მეთოდით დააყენოთ Arch Linux-ი USB მოწყობილობაზე, საჭიროა რომ ჩაიტვირთოთ ჩამტვირთავი ფლეშკით UEFI რეჟიმში, რათა შეძლოთ UEFI-ის ინსტალაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში შეძლებთ მხოლოდ BIOS-ის ჩამტვირთავის დაყენებას. და პირველ რიგში რაც საჭიროა, უნდა შევქმნათ სამი განყოფილება. პირველი 512 მეგაბაიტი მოცულობით, მეორე 2 მეგაბაიტის მოცულობით და დანარჩენი დავტოვოთ სრულად სისტემისთვის. აქ ავირჩიოთ new. შევიყვანოთ 512 მეგაბაიტი და დავაწვეთ enter-ს. როგორც ხედავთ, დაბლა გვაქვს გამოუყენებელი ფართი. ჩამოვიდეთ დაბლა და ხელახლა ავირჩიოთ new. ამ შემთხვევაში დავუნიშნოთ 2 მეგაბაიტი. და კიდევ new და ვეთანხმებით enter ველაკით. ახლა საჭიროა ჩვენ 512 მეგაბაიტიან ფართს დავუნიშნოთ FE system ტიპი.
2 მეგაბაიტიანს BIOS boot. ხოლო მესამე ფარტს დავუტოვოთ Linux file system-ი. შევინახოთ write ღილაკის მეშვეობით და ტექსტურად შევიყვანოთ yes. Enter-ი და გამოვიდეთ. როგორც ხედავთ, ჩვენი სამი ფარტი წარმატებით შეიქმნა. ახლა საჭიროა მათ დავუნიშნოთ ფაილური სისტემები. MKFS ბრძანებით. დავეთანხმოთ და დაველოდოთ დასრულების პროცესს. ფაილური სისტემა წარმატებით დაყენდა. ახლა საჭიროა დავამონტიროთ ჩვენი მესამე ფარტი MNT დირექტორიასთან. შევქმნათ მასზე boot და f დირექტორიები. მოდით გადავამოწმოთ რეალურად შეიქმნა თუ არა ისინი. შემდგომ საჭიროა ჩვენი 512 მეგაბაიტიანი ფარტი დავამონტიროთ UEFI დირექტორიასთან, რომელიც ახლახანს შევქმნით. ახლა კი ჩამოვიტვირთოთ Linux-ის ბირთვი. შემდეგი ბრძანებით. და დავალოდოთ ჩამოტვირთვის პროცესს. კეთილი, როგორც ხედავთ, ჩვენი Linux-ის ბირთვი წარმატებით დაინსტალირდა. შემდეგი ნაბიჯისთვის მოდით შევქმნათ fstab საკონფიგურაციო ფაილი. მოდით გადავამოწმოთ ნამდვილად შეიქმნა ის თუ არა. ახლა გადავინაცვლოთ ჩვენს ბირთვში, რათა განმოვგრძოთ მისი კონფიგურაცია. ჩამოვტვირთოთ ძირითადი საჭირო პაკეტები.
გავასწოროთ დროის სარტყელი და დრო. დავუნიშნოთ სახელი ჩვენს მოწყობილობას. გადავამოწმოთ. ავირჩიოთ ძირითადი ენა. მე ავირჩევ ინგლისურს. და მოხსნათ დიეზი. და დავაგენერიროთ ჩვენი ლოკალი. შემდეგი ნაბიჯისთვის საჭიროა დავაყენოთ გრაბი ბიუსისთვის. ამისათვის გამოვიყენოთ შემდეგი ბრძანება. როგორც ხედავთ, ინსტალაცია წარმატებით დასრულდა და შეცდომა არ არის ნაპოვნი. ახლა შევუდგეთ ჩამჭვირთავის ინსტალაციას UEFI-ისთვის. ამისათვის გავწეროთ შემდეგი ბრძანება. კეთილი, ჩვენი ჩამჭვირთავები წარმატებით ინსტალირებულია, თუმცა მისი გამართული მუშაობისთვის საჭიროა შევქმნათ საკონფიგურაციო ფაილი. გაუშვათ აუცილებელი სერვისები ავტოჩათვირთვაში. ესენია Network Manager და DHCP. შევქმნათ ახალი მომხმარებელი. და გავაწევრიანოთ ის შემდეგ ჯგუფებში. მოდით ახლა რუთსა და ჩვენს ახალ მომხმარებელს დავუნიშნოთ ახალი პაროლები. რა თქმა უნდა, გირჩევთ რუთისა და თქვენი მომხმარებლის პაროლი განსხვავდებოდეს, უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის. ახლა კი დავამატოთ ჩვენი შექმნილი მომხმარებელი sudoers ფაილში. გადმოვინაცვლოთ შემდეგ წარწერამდე და მოუშალოთ კომენტარი. შევინახოთ და გამოვიდეთ. გამოვიდეთ კონფიგურაციის რეჟიმიდან. ჩავხსნათ ჩვენს მიერ მონტირებული ფართები.
კეთილი, ამ ეტაპზე ჩვენ დავასრულეთ ჩვენი Arch Linux-ის ინსტალაცია Flash მეხსიერებაზე და გადავინაცვლოთ დემონსტრაციისკენ. როგორც ხედავთ, ჩვენ ჩავიტვირთეთ ჩვენი Flash მეხსიერებით ოპერაციულ სისტემაში. ახლა კი დავუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელს. გავწაროთ შემდეგი ბრძანება. თუ თქვენ ხედავთ შემდეგ შეტყობინებას, ესე იგი თქვენ ჩაიტვირთეთ BIOS-ის მეშვეობით. თუ კი თქვენ ჩაიტვირთეთ UEFI-ის მეშვეობით, იხილავთ შემდეგ წარწერას. მადლობა ყურადღებისათვის. იმ შემთხვევაში თუ გაქვთ რაიმე კითხვა, გთხოვთ დატოვოთ კომენტარის სახით.